ჩვენ არა გვაქვს წარმართული შიში შეუცნობელი ღვთაების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს შიში ღვთისა იმ გაგებით, რომ გძნობთ მის სიდიადეს, სიწმინდეს და ხედავთ საკუთარ თავს და გძნობთ, რომ ჩვენ მასთან ყოფნის უნარი არ გვაქვს. ანუ ის რაც განცხადებულია გამოცხადებაში, რომ არავის არ შეუძლია სასუფეველში მყოფობა, ანუ ეს შეუძლებელია რომ არის ადამიანისა, ამის განცდა გვაქვს ჩვენ და ამის განცდა თუ ადამიანს არ აქვს, ადამიანი აუცილებლად გულარხეინად იცხოვრებს, ქრისტიანობასაც გულარხეინად წარმართავს, რომელიც ქრისტიანობაც აღარ არის. არ იქნება ის მობილიზებული, არ იქნება ის კონცენტრირებული, არ იქნება სერიოზული, არ იქნება პასუხისგებლობით აღსავსე სულიერ ცხოვრებაში. არამედ ზერელეთ რა, როგორღაც რელიგიურ ცნობებს დაიკმაყოფილებს, ხოლო თუ ადამიანი პასუხისგებლობით ეკეთება თავის ყოფიერებას, თავის პიროვნულ არსებობას, თავისუფლებას, წმენას, რომელიც მას ღმერთმა მისცა, ამ წმენის შესაბამის ცოდნას, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება, მაშინ ბუნებრივია, რომ ადამიანს ღვთისშიში ექნება, იმიტომ რომ ის რეალურად შეაფასებს თავის მდგომარეობას და იმიტომ კი არა, რომ ღმერთ ჩვენ არ უყვარვართ, მეტი რაღა უნაქნას ღმერთმა ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა და ჩემთვის მოკვდა, არა იმიტომ რომ ღმერთს არ უყვარვარ, არამედ იმიტომ რომ მე არ მაქვს რესურსი მასთან ყოფობის. ფაქტობრივად ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ინსტრუმენტი სწორედ ეს არის. რესურსი მოვიპოვო შინაგანი, რომ ღმერთთან ყოფნა შევძლო. აბა რა არის ასკეზა? ხედავ რომ არ მემორჩილება ჩემი თავი. ჩემი გული მე არ მემორჩილება, ჩემი გონება მე არ მემორჩილება, ენა არ მემორჩილება, ნერვული სისტემა არ მემორჩილება, ემოცია არ მემორჩილება. აღლაპარაკობ უმარტივეს რომ არც კუჭი მემორჩილება და არც გემოს მოყარეობა მემორჩილება. არაფერი არ მემორჩილება. ამიტომ ადამიანი ხედავს რომ ერთის ხრივ პიროვნულ არჩევანს აკეთებს ღვთის სასარგებლოდ, ღმერთი უნდა, მაგრამ ჩემი პიროვნება ხო ჩემი თავით არსებობს და ეს ჩემი თავი კიდე ღმერთთან ყოფნის უნაროა საერთოდ. და იწყება ბრძოლა, სასტიკი ბრძოლა საკუთარ თავთან. ეს არის ასკეზა, ეს არის მარხვის არსი საერთოდ. ერთ-ერთი უმთავრესი არსი. ადამიანი აი ამ ბრძოლაში ხშირად სასოწარკვეთილების ზღვარზეც კი დგება. მაგერ დიდებული წმინდანის ხატია, ფრესკაა ჩვენს მარჯვნივ. სილვან ათონელის, რომელსაც გამოცხადებით მიეცა ცოდნა. ეს ცოდნა ინტელექტუალური მონაპოვარი არ იყო. მან თავისი ღვაწლით დაიმსახურა, მოდი ესე ვთქვათ. რამდენად შეიძლება ადამიანმა რაიმე დაიმსახუროს, ყველაფერს ღვთისწყალობით ვიღებ, მაგრამ იგი წმინდანია და ამიტომ წმინდანზე უხერხული არ იქნება ამის თქმა, რომ მან თავისი ღვაწლით, თავისი რაც თავარია სიმდაბლით, განუკითხველობით, განსაცვიფრებელი სიყვარულით მოყვასისადმი დაიმსახურა, რომ ეს გამოცხადება მიეღო. ამ ყოფე შენი თავი ჯოჯოხეთში და იმედი არ წარიკვეთო. ეს არის ერთგვარი ფორმულა ჩვენი გადარჩენისა. ანუ ადამიანი მუდმივად აი ამ ჯოჯოხეთში ამყოფენ ნიშნავს აი ამ სასოწარკვეთილების, რომ სასოწარკვეთილება საიდან არა ურწმუნო სასოწარკვეთილება, არამედ საკუთარი დაუმორჩილებელი თავი, რომ აი ვერაფრით ვერ ახერხებ ღმერთთან ყოფნას. ადამიანს რაც მეტად განუცდია ღმერთი და რაც მეტად იცის, რა დიდებულებაა ღმერთთან ყოფნა, უფრო მეტად განიცდის იმას, რომ ღმერთთან ყოფნა არ შეუძლია. ეს განცდა ღმერთთან ყოფნის უნარობისა არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ქრისტიანობისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ ვართ ქრისტიანები, ჩვენ ხანდახან მაინც უნდა გქონდეს ეს განცდა, რომ როგორ გვინდა ღმერთთან ვიყოთ. ლოცვა იქნება ეს, ღვთისმსახურება, ევქარისტიული მსახურება. როგორ გვინდა და არ გამოგვდის. და გავიდა კიდე ერთი დღე გადის, კიდე ერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში, კიდე ერთი მორიგი დღე და კვლავ დამარცხებულები აღმოჩნდებით. და მე რამდენად, ხო? ვერამდენად. თვლა აღარ აქვს უკვე იმ დღეებს, როდესაც დღე წავიდა. აი გუშინდელი დღე წავიდა, გუშინდელი დღე. აი გუშინდელ დღეს იყო თუ არა რაიმე ისეთი ჩემს ცხოვრებაში, ჩემს მიერ გაკეთებული, ჩემს მიერ ნაბიჯ გადადგმული, რომლისათვისაც მე ღირსი გავხდებოდი სასუფეველის მყოფობის. აი გუშინ მქონდა რამე ისეთი თუ არ მქონდა. დამერწმუნეთ თუ ჩვენ გულსფელად თუ მოხიბლულნი არა ვართ დემონური ხიბლით და თუ ჩვენ თავს რეალურად აღვიქვავთ, ჩვენ გუშინდელ დღეზე ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გუშინდელ დღეს ისეთ მდგომარეობაში ვიყავით და ისეთი საქმეები ვაკეთეთ, რომლისათვისაც ღირსი ხვდებოდით სასუფეველში მყოფობის. და ეს მარტო გუშინდელ დღეზე ხო არ არის, განამთელი ცხოვრება ასე არ არის და ბუნებრივია ამ ყველაფერს რომ აცნობიერებ ადამიანი, რა განცდა შემოდის შიში ღვთისა.
შიში ღვთისა, რომელიც არის გარანტი რომ არ იყო ხილში, გარანტი იმისა რომ საკუთარი თავი არ მოგეწონოს, არ აღფრთოვანდე და არ შეგექმნას ილუზია რომ კი კაცო ცხონებული ვარ, აბა რა ვარ. მე ხო ესეთი კარგი